ნაპირსამაგრის სამუშაოების დასრულებამდე ახალი ბულვარის ტერიტორიის განვითარების გეგმა ვერ განხორციელდება, აცხადებს ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორი. ახალ ბულვარში ქვაფენილები დღემდე ბალახით არის დაფარული, განხმარია ნარგავები და დაზიანებულია რამდენიმე ქანდაკება. ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქვაფენილის ბალახებისაგან გაწმენდა შეუძლებელია, რადგან ეს პროექტით არის გათვალისწინებული. დაზიანებულია ამფითეატრის ინფრასტრუქტურაც, თუმცა მისი აღდგენა დავისაგანია. ბულვარის ადმინისტრაცია ტერიტორიის მომწყობი კომპანიისაგან თეატრის აღდგენას მოითხოვს. პირველ სასამართლო პროცესი კომპანიამ მოიგო, თუმცა გადაწყვეტილებას შეცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და ინფრასტრუქტურის აღდგენა კომპანიას დაავალა. ამ ეტაპზე კი საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. როგორც გურამ ჩიქოვანი აცხადებს, ახალი ბულვარით ინვესტორები არ ინტერესდებიან, რადგან შტორმის შედეგად ტერიტორიის დაზიანების დიდი ალბათობა არსებობს. გრანიტის ფილების ირგვლივ ბალახზე ეგ არის პროექტი გათვალისწინებული. ყოველი გაზაფხულის დასაწყისში ხდება მაგათი გაკრეჭვა და შესაბამისად პრინციპში ვიტყოდი, რომ 20 მარტაისთვის 25 მარტამდე ყველა გაზონის გასაკრეჭის სამუშაოები დასრულებული იქნება. უპირველეს ყოვლისა უნდა დასრულდეს ნაპირსამაგრის სამუშაოები. ამის შემდეგ უკვე განხორციელდება შესაბამისი პროექტები.